საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა. მღვდელმთავარმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ისაუბრა გარეჩარევებზე და მშვიდობის მნიშვნელობაზე. დასულ გახარებული გამყენარისა ჩატარდა არჩევნები, ხო? ვიღაცას მოეწონა შედეგები, ვიღაცას არ მოეწონა. და დავდივართ ქუჩებში, ხო, რაღაცა. პირველი დღე, მეორე დღე, მეათე დღე, მეასე დღე მილიონი დღეს ხო არ დაიძახო რა, როდესღაც ხო? აქეთ ხალხია და ის ხალხია, რომელიც რომ ფიქრობდეს, რომ შენ მართალი ხარ, ხო? შენ თავს არავის არ დააჩაგვრებს. შენს გამო რო დავიხარ ქუჩებში და ეხლა უცხოელები რომ გეხმარებიან 1000 კანონს იღებენ და მე ეს კანონები შეიძლება ყველა სუდად შეგვიტრიალდეს რა, აბსოლუტურად ყველას. ქუჩაში რომ დავბიან მინდა მოვისმინო იმათთან საღიაზრი რა, არავით არის საღიაზრი ჩემთვის, გული რაზე მткиვა. იცი ხედავ რომ ვნებავთ რომ რაღაც აი ბოლომდე გაიტანონ თავისი და რა არის ბოლომდე გატანა, ორი რამის გარდა არაფერს არ იძახიან. ახალი არჩევნები და სინდისის პატიმრების ან ზოგი პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება. შედალოცულო რა, პატიმრები რამ გამოიწვია. იქნებოდა პატიმრები უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო. ჩავკეტოთ ბულვარად რუსთაველი და იარონ რა და იქნება ჩამოყალიბდნენ მე რაღაც აზრი მოგვაწოდებ რა. ციხეებში საერთოდ არ მინდა ვინმე იქნეს, არათუ ეხლა დაჭერილი. ისინი რატო არ აინტერესებთ რა რამოდენიმე 1000 კაცი რომელიც ციხეში ზის. ამაზე რო შეწუხდი, იმაზე შეწუხდი რა. უცხოელებს რა უყურებენ და ხომ და ჩვენთან ურთიერთობა, ხო? წესიერად მოგვეპრა და დაგვილაპარაკა რა. ქართველი ხალხის სახელით რომ ერჯენ, ჩვენ ერი ვართ, ვიღაც ხალხი არა ვართ. ღმერთის ერი ვართ და ხილად იყავთ რა, ყველას მოუწოდეთ. ხვირო ცუდი დაემართება ყველას, ვინ ჩვენზე ცუდადიან გადახედეთ რა, რუსეთს, უკრაინას, ბალტიისპირეთი რა შიშებშია, ევროპა როგორ შიშებშია. შეგვეშვა რა. შეგვეშვა გაგვანებო, ჩემი მეგობარი, მეგეთქვი მეგობარი ხარ თუ არა ჩემი რა და გაანებეთ ის მეგობრული აქტი და რაღაცა მეგობრობა სხვა რამე. თუ არის ეს გასავლეთ, მოგზავნეთ გასავლეთ. დაიხარეთ, აბა.